სექტანტები ამბობენ ასეთ რამეს აღდგომის შესახებ. საყოველთაო აღდგომისას ადამიანიდან ვინც ბოლო გარდაიცვლება საყოველთაო განგითხვის დროს სად დაეტევიანო, რა უნდა უპასუხო უიღება. სად დაეტევიანო. ეხლა ესეთ რამეს გეტყვით მე თქვენ. რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე? 7 მილიარდი ადამიანი. რა დღეს ასამბობენ ისინი ეკოლოგები თუ ვეღაცები და ვიღუპეთ აღარ ეტევა დედამიწაზე ადამიანებიო? ეკოლოგიური კატასტროფა არისო, ხო ამბობენ? ამბობენ. რა გოშოლა დედამიწა ვერ გამოყვებავსო, ხო ამბობენ? და ესე იგი, ნუ ასე შემდეგ და თქვენ როგორ გონიათ, მართალია ეს ამბავი? 7 მილიარდი აწარმო 7 მილიარდი რა გამოყვებავს ახლა ამ შვიდ. იცით რა საინტერესო რაღაცაა? 80-85-82 კილომეტრი. ბევრია? დედამიწის მასშტაბით. ხო არ მეშლება? არ მეშლება. 82-83 კილომეტრი. ბევრი ხო არ არის? რა არის? ხო, დედამიწის მასშტაბით რა არის 82 კილომეტრი. ნახეთ, დაახლოებით ზომებს გეტყვით. რო იყო 80 კილომეტრი 100. და 80 კილომეტრი 100, ნუ 82, ნუ 85, 100. ხო გამოვიდა კვადრატი. ეს კვადრატი, ეს 82 კვადრატი, რომლის სიგანე, რომლის გვერდი არის 82-3 კილომეტრი, დავყოთ, ესე ბადე გავაკეთოთ, თითოეული უჯრედის ზომა ამ ბადეში იყოს 1 კვადრატული მეტრი. ხო გესმით? 1, ანუ დავქსელოთ ესე ბადეები. და თითო უჯრაზე დავაყენოთ თითო ადამიანი. იცით რამდენი ადამიანი ეტევა? 7 მილიარდზე მეტი. ამჯერად ხო? ეხლა ხო გავთ კალკულატორები. აბა 83 კილომეტრი არის ხო? ხო არის 83,000 მეტრი, ხო? აბა ანგარიშეთ თუ იმას არ გეზარებათ და მინახეთ რა რაცებს მიიღებთ. თუ შემეშალა ბოდის გიხდით, მაშინ გავსდიოთ კვადრატის ზონას. რაგაცინებთ, რამენაღლება დედამიწა იმხილაა, რომ კიდევ გავზარდო, მაინც პატარა იქნება დედამიწისთვის. მაინც ანგარიშეთ. და მე მაგაზე დავასრულებ პასუხს, როცა მეტყვით. რა მოხდა? ანგარიშეთ? ეტევა. რამდენი ეტევა? არა, მითხარით. რა 7 კაცო? 7 მილიარდი ეტევა? გესმით როგორ გვატყილებენ რა? ესე იგი წარმოიდგინეთ, ესე იგი აქედან ცოტა გორს თუ გაცდები რა და გორი საქართველოში ეტევა 7 მილიარდი კაცი რომ დააყენო და ესენი ამბობენ რომ დედა რა დაგვემართება ეხლა ეს ესე იგი შეჭამეს თელი დედამიწა, ტყუილია ყველაფერი. ეს არის ცდელობა სოფლიო მართველებისა თუ არ არის შეგნებული შეუგნებელი ადამიანების გონება დააჩლუნოს. რა უნდა ჭამოს ესეთი 7 მილიარდმა კაცმა, რომელიც აი ამ პატარა კვადრატში ეტევა, რომ თელი დედამიწა შეჭამონა, გეკითხები. ასევე ერთ-ერთი ტყუილი არის, ჩემის აზრით, გლობალური დათბობა. იმიტომ რომ დაანგარიშებულია, რომ აი ეს ქარხნები, ფაბრიკები, მანქანის გამონაბოლქვები, თვითმფრინავის გამონაბოლქვები და ეს ყველაფერი იმდენად პაწაწკინტელა იმ CO2-თან შედარებით, რომელსაც თუნდაც ხიდან დაცვენილი ფოთლები გამოყოფენ, ტყეები გულისხმობ. რომ არც კი ჩანს იმ ტყეები და ვაღავლაპარაკობ ვულკანებზე და რაღაცებზე, რომელიც იქ ქვევა და არსებობს. ეს არის ყველაფერი აი ეს უცნაური თეორიები, რომლებიც საზოგადოებას მაგრად აჩვენებს და აფიქრებინებს რაღაც სხვა თემებზე და არა სხვა თემებზე. ასევე ლაპარაკობენ კომეტებზე და რაღაც. ამასაც მეკითხებია, მამაო, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კომეტა დაგვეცეს თავშეობა. როგორ არ არსებობს? მე და კითხვა ასე შემაბრუნე, არ გიკვირთ, რომ ამდენი მილიონობით წელი დედამიწა არსებობს? ფაქტურად კოსმოსში კომეტების ცვენა და ერთი კომეტა არ დაგცემია თავზე აქ ამდენი ხანი. ღვთის განგებულებაშია ეს ყველაფერი. ამაშია საქმე. ასე რომ ესე იგი ვერ დაეტევიანო ადამიანებიო, რასაც ილო. დედამიწაზე ადამიანიდან მოყოლებული რაც დაბადებულა, დედამიწაზეც კი დაეტევა ის, არათუ სასუფეველში.